დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს შორის დაპირისპირების მიზეზი ამჯერად პროექტი თბილისელების ადვოკატია, რომელიც საკრებულოს ბიურომ არ დამტკიცა. სერგეი უგრეხელიძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით 24 თანამშრომელი უმუშევარი რჩება და პრობლემა შეექმნებათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც ადვოკატის მომსახურებით უფასოდ სარგებლობდა. თბილისელების ადვოკატის ბიუჯეტი 2014 წლამდე 410.000 ლარი იყო. წელს დაფინანსება 501.300 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ამჯერად საკრებულოს ბიურომ აღარ დამტკიცა და განმარტა, რომ თბილისის მერია მსგავსი პროექტებით თანხების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. სერგეი უგრეხელიძე ამ მიზეზს აბსურდულს უწოდებს და გადაწყვეტილებას საკრებულოს ქართული ოცნებისა და ირაკლი შიხიაშვილის მხრიდან შურისძიება დაფასებს. მისი თქმით, უცნობია, როგორ გაგრძელდება 2022 საქმის განხილვა, რომელიც სასამართლოსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმდინარეობს და პასუხისმგებლობას თვლიანად საკრებულოს აკისრებს. საკრებულოში კი ქალაქის მთავრობას კონკურსის ჩატარებას და პროექტის განხორციელებაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვისკენ მოუწოდებენ. ეს გახდათ უფასო იურიდიული დახმარება, რომელიც ამ თბილისელების ადვოკატის არსებობის მანძილზე გაეწია 50.000-ზე მეტ ადამიანს. დღეისათვის ჩვენ წარმოებაში გვაქვს 232 საქმე და ამ გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულომ უარი უთხრა მოქალაქეებს დახმარებას. ეს არის პირადი შურისძიება, საკრებულოს უმრავლესობის ქართული ოცნების და პირადად შიხიაშვილის შურისძიება ჩემს მიმართ, სერგეი უგრეხელიძის მიმართ, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს ამ 1 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქ თბილისის მერიის დანგრევა. აბსოლუტურად გამოურიცხავ რაიმე პირადულ დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. რამე თუ ეს იყო პროექტი შემოტანილი და ჩვენ გქონდა მოსაზრება და ძალიან არგუმენტირებული და სამართლებრივად გამართული ის, რომ როდესაც თბილისში არსებობს ამდენი კარგი იურიდიული ორგანიზაცია, რატომ უნდა დაუმტკიცოთ ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი ამ ორგანიზაციას, რომელიც შემოიტანა ეს პროექტი და რატომ არ უნდა ჩაატაროს თბილისის მთავრობამ კონკურსი.